მოგესალმებით. ეს BMG სამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 14 იანვარს სრულიად საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტეს რაიონში წვიმას უნდა ველოდოთ, მაღალმთაში კი თოვლს. დასავლეთ საქართველოში ჰაერი დღისით +13 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში +10 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს +14 გრადუსს უნდა ველოდოთ, მთიან რაიონებში +9. რუსთავში +14, მარნეულში +12 გრადუსია მოსალოდნელი, თელავში +13, სიღნაღში +14, ომალოში +11, ხოლო ლაგოდეხსა და ცხინვალში +7 გრადუსი, გორში +9 გრადუსია მოსალოდნელი, სტეფანწმინდაში +4, ხოლო ბაკურიანში 0 გრადუსი ფიქსირდება, გუდაურში კი -1, +7 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ხოლო +4 გრადუსია მოსალოდნელი ახალციხეში. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ქალაქებს, ქუთაისში +10, ბათუმში +11, ფოთში +12, სოხუმში კი +11, ზუგდიდში +10 გრადუსი ფიქსირდება, +11 გრადუსია მოსალოდნელი ქობულეთსა და ანაკლიაში, ოზურგეთში კი +9 გრადუსი ფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 14 იანვრისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.